საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უახლოეს მომავალში დაიწყოს სასამართლო სისტემის რეფორმა, რაშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების დაწყება მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა განიცდიდა გარკვეულ პოლიტიკურ ზეგავლენას და არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რაც სასამართლო სისტემის ძირეულ და ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს. აქედან და გარდა ამისა, საზოგადოებას ასევე არ ჰქონდა ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა წარიმართოს იმგვარად, რომ გარანტირებული იქნეს მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემის არსებობა. ჩვენ ასევე გავიცანით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ძირითადი რეკომენდაციები მაინც შეეხება მოსამართლეთა არჩევის, მათი დაწინაურების წესებსა და პროცედურებს. ასევე ისინი გამოყოფენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონდეთ თავად სასამართლო სისტემაში მომუშავე კადრებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია გატარდეს რამდენიმე მიმართულებით რეფორმა. პირველი ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ზუსტად ამომწურავად განისაზღვროს მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსამართლების შერჩევა ისეთი ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიც არის მათი პროფესიული უნარები და შესაძლებლობა, პატიოსნება და არა პოლიტიკური შეხედულება. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად და საბოლოოდ განისაზღვროს პროკურატურის როლი, უზრუნველყოფილი იქნეს მისი საქმიანობის ზედამხედველობა, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა პროკურატურისადმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომლის უფლებამოსილებაც იქნება განახორციელოს პროკურორების მიერ განხორციელებული არასათანადო ქმედებების გამოძიება. და ასევე სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პროკურატურის მუშაკების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ისეთი პროკურატურის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მთლიანად დამოუკიდებელი რომელიმე პოლიტიკური ძალისა თუ სხვა ნებისმიერი ზეგავლენისაგან. ასევე მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს თავად სასამართლო სისტემაში მომუშავე მოხელეების გადამზადება, მათი დატრენინგება და ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა დაიწყოს სწრაფად, უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ასევე მიმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინონ.